გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს მიეძღვნება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც უმოკლეს ხანში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში. და ასევე იმ საკითხებს, რომელიც საკითხებიც არათუ მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის 9 მაისი. 9 მაისი, რომელიც ახლოვდება უკვე მოადგა კარს. 80 წლის თავი. ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავი. ეს ხომ მართლაც სერიოზული და გარდამტეხი ბრძოლა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა ჯარებმა სოფლიო იხსნა ფაშიზმისაგან. მათ შორის საქართველოსდან 700,000 საქართველოს მოქალაქე იყო გაწვეული აი ამ ომებში, ამ ბრძოლაში, ამ ომში და 300,000 დაიღუპა. თქვენ წარმოიდგინეთ პროცენტულად ყველაზე მეტი საქართველოსთან დაიღუპა და ყველაზე დიდი წვლილი და ყველაზე დიდი მსხვერპლი საქართველოს გაიღო ამ ომში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი მდგომარეობა 9 მაისთან დაკავშირებით არის ძალიან ისეთი საკითხი, რომ ყველას ცდილობს, რომ როგორმე ამ 9 მაისის ეს გრანდიოზული ღონისძიება და დიდი ზეიმი, რომელმა ზეიმამაც უნდა დაუსვას კიდევ ერთხელ წერტილი ფაშიზმს და დაანახოს მსოფლიოს, რომ 9 მაისი არის 9 მაისი და 9 მაისი არასოს არ იქნება მივიწყებული და დავიწყებული, რადგან ეს დღე იყო და არის ყოველთვის გამარჯვების დღე. ასევე ამ დღეს აღნიშნავთ საქართველოშიდაც. დღეს ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის შავლეგი ლურსმანაშვილი, ეროვნული ერთობის საბჭოს წევრი. ბატონო შავლეგ, მოგესალმებით. მადლობა რომ თქვენ ჩვენთან მობრძანდით გადაცემაში. დღეს პირველად ბრძანდებით ჩვენს ტელევიზიაში, ჩვენს გადაცემაში და მე იმიტომ მოგეწვიეთ რომ თქვენ არათუ მარტო ამ საკითხებში ხართ კომპეტენტური, არამედ თქვენ გაქვთ გარკვეული გამოცდილება გაქვთ, როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა მიმართულებითაც მონაწილეობები მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში, შიდა პროცესებში და იცით როგორ უნდა წარიმართოს ყველა ის სიტუაცია და ყველა ის მდგომარეობა, რომლის საფუძველზეც მოხდება სტაბილური პოლიტიკური კურსის და მიმართულების აღება ქვეყანაში. ბატონო შავლეგ, 9 მაისი მოდის ახლა, აი რამ 2 დღეში, 3 დღეში 9 მაისი იქნება უკვე. მოსკოვში აღნიშნავენ მას ძალიან ორგანიზებულად და გრანდიოზულად. და არათუ მარტო მოსკოვში, არამედ ყველგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სადაც კი ესე იგი ფაშიზმი იყო გაბატონებული და შესაბამისად შემდგომ მოხდა ამ ფაშიზმის წელში გადატეხა და დაამარცხა საბჭოთა ჯარებმა, მოდი ვთქვათ, საბჭოთა ჯარებმა. ეს იყო მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ბედი მსოფლიოსთვის, რომ საბჭოთა ჯარები არა ამ ომს ვერავინ ვერ მოიგებდა. რადგან კარგად ვიცით, ფაშიზმი გამეფერებული იყო მთელს მსოფლიოში, მით უმეტეს მთელს ევროპაში და ფაქტიურად მთელი ევროპა მოიცვა ფაშიზმმა. და მან, ესე იგი, მან იმ დონეზე მოიკიდა ფეხი მასში ევროპაში, რომ ისიც კი მოუვიდათ თავში სულელური ზრახვები, რომ რუსეთზე დაეწყოთ საომარი მოქმედებები, ხო? აი წარმოიდგინეთ თქვენ რა დონის ის იყო ყველაფერი ეს. გაიმარჯვა საბჭოთა ჯარებმა. გაიმარჯვა დიდი სტალინის ხელმძღვანელობით. ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რადგან ეს ადამიანი იყო სწორედ სულის ჩამდგმელი და ეს ადამიანი იყო სწორედ მთავარი შემოქმედი იმისა, რომ მან მოახდინა ორგანიზებულად და უხელმძღვანელად მთავარსარდალმა, რომელიც მთავარსარდალის დღემდე არ ავიწყდება მსოფლიოს, ხო? გინ კარგად, გინ ცუდად. წარმოიდგინეთ, თქვენ მიცვალებული ადამიანი და დღესაც კი ეშინიათ იმ ლიბერალ LGBT ფაშისტური ძალების იდეოლოგიის მატარებელ ადამიანებს. საქართველოში არის ესეთი მდგომარეობა ახლა. მოდი პირდაპირ ვთქვათ რა. მაინც აქტიურ ფრაზაში არ არის გადასული 9 მაისის მზადება. რაღაც აი თითქოს და რაღაცა ისეთი არ არის და რაღაც ამას მნიშვნელოვან იმას არ ანიჭებს თვითონ აი კვალიფიკაციას და იმას ოფიციალურ ხელისუფლებას. ხო, ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი, ხო? ნუ ახლა მე მახსოვს კაცო ბავშვობაში და ყვაყვაწველი კაცო რა ვიყავი, გრანდიოზულად აღნიშნებოდა ვაკის პარკში 9 მაისი და მთელი
თელ საქართველოში თუ სადმე საღად მოაზროვნე და თუ სადმე ისეთი ადამიანები იყვნენ და რომელიმე ადამიანების ოჯახებიდან მონაწილეობა ჰქონდა დონში მიღებული ყველა იქ იკრიბებოდა და ერთმანეთს ულოცავდნენ გამარჯვების დღეს. დღეს რა ხდება? დღეს რატომ არის ასე? დღეს რატომ არის ის რომ საქართველოში აი ესე რაღაც ძალიან მოგზალებულად აღნიშნება 9 მაისი და მასშტაბურად აღებულობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. პირველ რიგში მოგესალმებით პატრიოტულ ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ბატონისთან, მადლობა მოწვევისათვის და გისურვებთ წარმატებას თქვენ საქმეში. მადლობა. თქვენს მიერ აღნიშნული პრობლემები, ეს არის მასშტაბური და ეს პრობლემები არის ძალიან დიდი სისტემური ხასიათი აქვს. ამას აქვს თავისი, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები. კი. 9 მაისი ეს არის საბჭოთა ხალხის მთელი საბჭოთა რესპუბლიკების გამარჯვების დღე ფაშიზმთან და ნაციზმთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალისიმუსი იოსებ ვისარიონოვიჩ სტალინი და ლავრენტი პავლეზე ბერია. დიახ. ამ ორმა ქართველმა ბუმბერაზმა დიდმა ქართველმა დარაზმა მთელი საბჭოთა ხალხი მის ამას იდეოლოგიური საფუძვლები გააერთიანა ერთად, საბჭოთა ხალხი გააერთიანა ერთად, ერთი მიზნისათვის, რომ დაემარცხებინათ ეს ნაციზმი და ფაშიზმი. ჩვენ რომ შევხედავთ, რომ მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს, ევროპის, დასავლეთ ევროპის და მთელი ევროპის ანშლუსი მოახდინა ჰიტლერმა ძალიან მოკლე დროში. კი. ძალიან მოკლე დროში მოახდინა. პარიზში შევიდნენ მისი ჯარები, საფრანგეთს პრაქტიკული წინააღმდეგობა არ გაუწევია და მთელი ევროპა, ესე იგი მობილიზაცია გაუკეთა მთელი ევროპის ეკონომიკას, ადამიანურ რესურსებს, სამხედრო რესურსებს, იდეოლოგიურ რესურსებს ჰიტლერმა მოამზადა ეს ყველაფერი და შემდეგ წამოვიდა საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ. დიახ. მანამდე პირველი მსოფლიო ომის ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ეს ფაქტი, რომ პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ რომ წააგო გერმანიამ პირველი მსოფლიო ომი, გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა მას ესე იგი ყველაფრის უფლება წაართვეს. გერმანია განაიარაღეს მთლიანად და მისი ტერიტორიები ერთმანეთში დაირიგეს პირველი მსოფლიო ომის წაგების შემდეგ. მაგრამ 30-იანი წლებიდან, როდესაც ჰიტლერი მოიყვანეს ხელისუფლებაში, პატრიოტულ ტელემაყურებლებო, მე მინდა განსაკუთრებით თქვა, ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო კაპიტალმა ეს გერმანიის დაქუცმაცებული, გაპარტახებული ეკონომიკა ათასობით, მილიარდობით კრედიტი იქნა გაცემული. ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატების მრეწველობა, დიდი ფირმები, დიდი კომპანიები ჩამოვიდნენ გერმანიაში და დაიწყეს იქ სამხედრო მრეწველობა და საერთოდ მრეწველობის განვითარება. მთელი 10 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ თუ შევადარეთ საბჭოთა პერიოდს, იმ დროისა 30-იან წლიდან და საბჭოთა პერიოდში როგორი აღმაშენება მიდიოდა 5 წლედები სტალინის ხელმძღვანელობით, ეს იყო იმის პასუხი, რომ დასავლეთის კაპიტალი ამზადებდა უკვე გერმანიას რევანშისათვის. ანუ ჰიტლერი შექმნა ამერიკელებმა. რა თქმა უნდა, იმათმა შექმნეს, ჰიტლერი შექმნეს, მას შეუქმნეს იდეოლოგია, ხო და რომელსაც ეს ადამიანი შემოიკრიბა ამან თავისი გერმანელი ხალხი, ჩვენ ვიცით ყოველთვის, რომ არის ძალიან დიდი პრაქტიკული შემოქმედი ხალხია გერმანელები ყველა სფეროში და აი ამ სფეროში მოახდინეს გადატრიალება. გერმანიის პრეზიდენტი ჩამოაგდეს ჰინდენბურგი და ჰიტლერს მიცეს მთელი ძალაუფლება, მიცეს მთელი კაპიტალი და ჰიტლერმა დაიწყო, ესე იგი, სამხედრო მრეწველობის განვითარება ყველაფერსა და ამის სათავე გახდათ, რომ ესე იგი, დასავლეთის კაპიტალმა, დასავლეთის იმპერიალისტის კაპიტალმა შექმნა ჰიტლერი, შექმნა მისი ეკონომიკა და რომელიც შემდეგ მოამზადა მთელი დასავლეთ ევროპის ამშლისათვის დაპყრობისათვის და შემდეგ საბჭოთა სახელმწიფოს გასანადგურებლად. ბატონო შაბლეკ, ბაბაკი ჩაგეკითხებით, მაგრამ აი ამ თვითონ ჰიტლერმა როდესაც შექმნა ეს გუნდი და ეს მონსტრი ძალა, იქ მარტო გერმანელი ხალხი არ იყო გაერთიანებული. რა თქმა უნდა. იმ ფაშისტურ, აი თვითონ ფაშისტურ შიდა, აი ამ სიღრმისეულ მანქანაში გაერთიანდა ყველა სახელმწიფოს ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები, მათ შორის საქართველოდანაც, მათ შორის იტალია, საფრანგეთი, სულ თლიან აი რუსეთი, უკრაინა, რა თქმა უნდა. პოლონელები, ეს თლიანად იყო, ეს დაკომპლექტებული იყო უკვე, არათუ მარტო გერმანელები, არამედ თლიანად ეს იყო ნაკრები. ამ იდეოლოგიამ, ფაშისტურმა, ნაცისტურმა იდეოლოგიამ
მთელი ევროპის ხალხი, ევრაზიის ხალხები მოიცვა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიცვა და მაგათმა გააკეთეს ის, რომ ესე იგი მასობრივი, ესე იგი იდეოლოგიური მუშაობა ჩაატარეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროპის მასშტაბით და ესე იგი ხალხი უბრალო ხალხი გადაიყვანეს ფაშისტურ იდეოლოგიაზე, ნაცისტურ იდეოლოგიაზე, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ერთი ხალხის, ერთი ერის, ერთი რასის უპირატესობას მეორე რასასთან. აი ამას ნიშნავს ეს. ჩვენ ნაციზმი რა არის? ნაციზმი არის ის, რომ ესე იგი გერმანული რასა უნდა ბატონოდეს მთელ მსოფლიოში, სლავური რა იქ არ არსებობდა არც იბერიული რასა, არც სლავური რასა, არც სხვადასხვა ესე იგი რასები მისთვის არ არსებობდა, აზიური რასა არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ გერმანიის რასა. აი ეს იყო მისი მთავარი იდეოლოგიური ხერხემალი. აი ამ ხერხემალს შემდეგ შემოეწყვნენ ყველა ესე იგი სხვადასხვა ხალხები, ევროპის ხალხები, შემოაწყვეს ირგვლივ და ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი, ესე იგი ფაშიზმისა და ნაციზმის იდეოლოგიის გავრცელების ძალიან ფართო არეალი მივიღეთ. აი ეს იყო მთავარი. ამასთან ერთად რასაკვირველია მიდიოდა კიდევ ესე იგი სახელმწიფო ესე იგი ჩვენ ახლა უნდა ვიცოდეთ რომ ყველა ომისა და ყველა დაპირისპირების შედეგი არის გეოპოლიტიკური ინტერესი. გეოპოლიტიკური ინტერესი. გერმანიას რა თქმა უნდა პირველი მსოფლიო ომის მერე იყო შეზღუდული ყველაფერი ჩამორთმეული ჰქონდა და აი ამ ფაქტორზე რევანშისათვის ესე იგი დაირაზმა გერმანელი ხალხი და აი ამ რევანშისათვის დაირაზმა კიდევ სხვა ევროპელი ხალხი რომელიც თქვენ ახსენეთ და კიდევ ბევრი სხვა ესპანეთი და პორტუგალიები და ასე შემდეგ. და ესე იგი გერმანიამ დაიწყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მთელი მსოფლიოს ვაიენ სამხედრო თეატრი, მთელი მსოფლიოში ჰქონდა ოკეანეებში, მთელ ოკეანეებში, ესე იგი გამეფებული იყო. მთელი გერმანიის ფლოტი, წყალქვეშა ფლოტი, ცნობილი გერმანიის წყალქვეშა ფლოტი მოქმედებდა მთელ მსოფლიო ოკეანეში. კი ბატონო. და ესე იგი ანგლო-საქსებმა ისე გააკეთეს, რომ აი ეს ფაშისტური მაშინა, ნაცისტური მაშინა დაქოქეს, ხო და რომელიც შემდეგ ესე იგი მათ წინააღმდეგ წავიდა. ესე იგი ჩვენ შეიძლება ვთქვათ ის რომ ეს იყო ყველაზე კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც ემსახურებოდა ამერიკის კაპიტალის მიერ ევროპის დამონების და ევროპის დამორჩინებისა და მისი კონტროლის ქვეშ მოქცევის პოლიტიკას. იმიტომ რომ ევროპაში მთავარი ომი გაჩაღდა, ამ ყველა ომისაგან უკვე სახელმწიფოები სუსტდებიან, რა თქმა უნდა და ამ დასუსტებულ ესე იგი სახელმწიფოებში დასუსტებულ ესე იგი ტერიტორიებზე მოდის ამერიკის კაპიტალი გასამდიდრებლად თავისი ინტერესების გასატარებლად. რომელსაც დღეს შევხედავთ და აი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც ცივი ომის პოლიტიკა გამოცხადდა, მის შემდეგ ჩვენ ვხედავთ რომ დასავლეთ ევროპა რომელიც უკვე ესე იგი საბჭოთა გავლენისგან გამოვიდა, ყველა არის დამორჩილებული ამერიკის კაპიტალზე. ნახეთ ახლა ბატონო შავლე, თქვენ ახლა მართლაც აი პარალელი რო გავავლობთ ახლა დღევანდელ შექმნის სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც ახლა მიმდინარეობს სწორედ ევროპაშიდაც და უკრაინის ტერიტორიაზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ მოახდინეს ევროპის მთლიანად სრული ოკუპაცია ახლა. თანამედროვე აი მე-20-21 საუკუნეში, ხო? ახლა მთლიანად ესე იგი ევროპის ქვეყნების ლიდერები ყველანი არიან იმ ფაშისტების შვილიშვილები. ინკარნაცია გააკეთა. ხო, შვილიშვილებს სუსტად ეს ადამიანები აარჩიეს. ესენი მოამზადეს პოლიტიკურად, ესენი მოამზადეს უკვე საზოგადოებისთვის ლიდერებად და შემდეგ მოიყვანეს ევროპაში ხელისუფლებაში. ამის შემდეგ გადავიდა გეგმა B-ზე. და დაიწყეს უკვე უკრაინაში მომზადება საბჭოთა სივრცეში შემოვიდა. ხო, შემოვიდა საბჭოთა სივრცეში, ეს ესე იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში განალაგეს ნატოს ჯარები, ნელ-ნელა მოიწევდნენ რუსეთის საზღვართან და ბოლოს დამანგრეველი დარტყმა უნდათ გაეკეთებიათ უკრაინის მხრიდან, ხო? აი დაიწყეს უკრაინაში უკვე მომზადება, დაიწყეს ბაზების შექმნა ამერიკელებმა და იქ ევროპელები ჩართული იყო და მათ შორის ძალიან აქტიურად იყო ჩართული პოლონეთი და გერმანია ამ პროცესებში და დაიწყეს სამხედრო აეროდრომების მშენებლობა და უკვე იგეგმებოდა დონეცკის, ლუგანსკის მიმართულებით სამხედრო ოპერაციები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. აი ამ უკრაინელების ხელით. ესე იგი განმეორდა ეს პროცესი. განმეორდა, მაგრამ რუსეთმა დაასრულა ამას ყველაფერს. აბსოლუტურად პრევენციული ზომები მიიღო
და ხედავთ რომ დღეს თანამედროვე ფაშიზმი ბრძოლობს იქ უკვე რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის თანამედროვე ფაშიზმი. მათი ეხლა ავიღო შოლცი, ეს მაკრონი, ეს ისა ბერბოკი, ეს ტურცუცკი, პოლონეთის ისა პრემიერ-მინისტრი და ასე შემდგომი პოლონეთის პრეზიდენტი, სულ ყველანი ესენი არიან მათი შთამომავალი. მათი შვილიშვილები არიან უკვე თანამედროვე მეთოდებით მებრძოლი და მომზადებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიცვალა ხელისუფლება, ხო? შეიცვალა იდეოლოგია. ნახეთ და ის ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ხელისუფლება ჩამოცილდა უკვე. ჩამოაცილეს ძალაუფლებას, მაგრამ ესენი დარჩნენ აქ. და შესაბამისად უკვე ტრამპს უწევს ძალიან სერიოზული წინააღმდეგობები. ტრამპი არის იმის მომხრე რომ დამთავრდეს ომი და ამას დაეთქვეს ყველაფერს თავის სახელი და ესე იგი შეწყდეს იმ მდგომარეობაში როგორც არის ევროპელები ამბობენ რომ არა უნდა გავაგზავნოთ ომი და ბოლო უკრაინა უნდა ვიბრძოლოთ. ანუ ჩვენ ვღებულობთ უკვე თანამედროვე იმას ფაშიზმი რომელიც კვლავ სრულიად გაგრძელდეს ეს ომი და უკრაინა დაიყენოს უსაფრთხოების ქოლგად. სხვა მეტი არაფერი არ აწუხებს ამ. მაგრამ აი ამ ქვეყნებში ახლა რომელი ქვეყნები ჩვენ ჩამოვთვალეთ ევროპის ქვეყნებში ჩვენ მაინც არსებობს იქ და მაინც არის ადამიანები რომელი ადამიანებიც არიან სწორედ ამ 9 მაისთან დაკავშირებით ძალიან კეთილად განწყობილები და დღეს გუშინ დღეს ხედა მე ვადენებ თვალყურს და ამერიკაში ჩატარდა იქ მსვლელობა და 9 მაისთან დაკავშირებით გერმანიაში ჩატარდა პოლონეთში ჩატარდა იმ ქვეყნებში მაგრამ ხელი შემშლელი პირობები ძალიან ბევრი არის მაგრამ ჩვენთან ეხლა თუ მოვიდეთ იმ ქვეყნებში რომელ ქვეყნებში დღეს არის მოსული ფაშისტები ხელისუფლებაში იქ მაინც კეთდება ეს მაინც დაძლია რომ მეთქვი იმ მართლაც ადამიანურმა და ვაჟკაცურმა და იმ მებრძოლმა სულმა და მაინც იქაურო მაცხოვრებლებმა და იქაურმა ადამიანებმა ორგანიზებლად გააკეთეს ეს ყველაფერი მაგრამ ჩვენ არ გვემართება საქართველოს ჩვენთან მით უმეტეს ამხელა მსხვერპლი გავიღეთ ახლა საქმე რაშია ძალიან დიდი იდეოლოგია ახლა უკრაინის მაგალითად ცოტა შევეხები უკრაინის ბოლო 30 წლის მანძილზე უკრაინის საზოგადოება დაჟე უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმა მაპატიეთ მე ტელემაკროვეს უთხრა და ასე არ მეთქვია ბავტონი შავლაგი წლები ცხოვრობდა უკრაინაში დონეცკის ცხოვრობდა ხო ბავტონი შავლაგი და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა ეს ადამიანი იქ და ერთ-ერთი აქტიური პირი იყო რომელმა ადამიანმაც ესე იგი იქ მართლა თავის წვილი შეიტანა კარგ საქმეებში მაგრამ დღეს ხო ხედავთ იქ არასწავლეს ფაშისტებმა აღარაცელეს ამას თავისი საქმის კეთება ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ის რომ უკრაინაში ბოლო 30 წლის მანძილზე რაც დამოუკიდებლობა მიიღო მისმა პრეზიდენტების დაწყებული ხო მთელი პრეზიდენტები კუჩმა იუშენკო ამ ყველაფერმა ისეთი იდეოლოგია დაამუშავეს ხალხში საბჭოთა უკრაინის ხალხში უბრალოდ მშრომელი ხალხში უკრაინელები არიან მშრომელი ხალხი ნიჭიერი ხალხი ყველაფერის მოკლედ ისინი არ არიან ესე იგი როგორც ასეთი რაღაც ფუქსავატები და ესე იგი არ ისინი არიან ძალიან მშრომელი ხალხი დისციპლინირებული ხალხი არიან ისინი და თავი განათლებული ხალხი იყვნენ საბჭოთა უკრაინელები და ისინი თავიანთ გზას თავიანთ ოჯახებს თავიანთ შრომობდნენ და მოღვაწეობდნენ. კი ბატონო. მათმა შექმნეს მთელი ეს ინდუსტრია საბჭოთა კავშირის დროს, რომელიც უკრაინა იყო ძალიან ძლიერი პოტენციალი და ძლიერი ეკონომიკის, ესე იგი, ფლობელი იყო. მაგრამ აი ამ დასავლეთის მომზადებულმა ხალხმა უკრაინელები ჭკუიდან გადაიყვანა. ესე იგი ლეონიდ კუჩმა გამოვიდა მან დაწერა წიგნი უკრაინა ნერასია. უკრაინა ეს არ არის რუსეთი. ასეთი წიგნი დაწერა ლეონიდ კუჩმა. მეორე პრეზიდენტმა. ხო, უკრაინის მეორე პრეზიდენტმა. რომელიც იყო მთელი ცხოვრების მანძილზე დნეპროპეტროვსკის სარაკეტო ქარხნის დირექტორი იყო, გენერალური დირექტორი, რომელიც უშევდა საბჭოთა კოსმოსურ რაკეტებს. კომუნისტური პარტიის წევრი და უშიშროების ისა თანამშრომელი. მისი არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, აი ასეთი კგბ-ს თანამშრომელი. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი, რომელიც უშევდა საბჭოთა რაკეტებს დნეპროპეტროვსკის იუჟმაშის ქარხანაში, გახდა პრეზიდენტი ხდება, ჯერ პრემიერ-მინისტრი, მერე პრეზიდენტი და იწყებს ანტირუსულ საქმიანობას. ესე იგი, ეს ორი ხალხი, ორი მოწმე ხალხი, რუსები და უკრაინელები, აი ასეთი
ქმედებებით გათიშეს ერთმანეთში, გადაამტერეს ერთმანეთში. ნელ-ნელა დოზირებული. ეს დოზირებული, რა თქმა უნდა, ყველა სფეროში ამას ეძღვნებოდა მთელი იდეოლოგია. ესაა დიდი სპეცოპერაცია გაკეთებული. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებული ოპერაცია. რომ ესე იგი უკრაინელები დაუპირისპირდნენ თავიანთ ძმებს რუსებს, რუსები დაუპირისპირდნენ თავიანთ ძმებს უკრაინელებს და ასე შემდეგ და всё მაგათმა ხელი მოვიდა ამათ ერთმანეთი გაანადგურონ თეთრ რასამ, იბერიულმა რასამ ერთმანეთი გაანადგუროს და თვითონ როგორც ევროპა გააფერადეს, ახლა ისეთი გაფერადებული ტერიტორია უნდათ, ესე იგი ამ ჩვენს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ ესე იგი მთელი იდეოლოგიური მაშინა, დასავლეთის იდეოლოგიური მაშინა მუშაობდა იმაზე, რომ ეს ორი ხალხი ერთმანეთს გადაემტერებინა. და უკრაინა ესე იგი იყო პირველი ჩვენ ვართ მტერი რუსებისო და აი ესეთი ასე გიჯდებოდა თაობი. მით უმეტეს დასავლეთ უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატებმა შეინარჩუნეს ის ძველი ისინი ის სიძულვილი ის ფინანსდებოდნენ იქ ის ადამიანები ფაშისტური ორგანიზაციები ეს ის იყო და ეს აღურძინეს ეს ყველაფერი. გააღვიძეს. ესე იგი საბჭოთა სიმბოლოები ყველაფერი მოსპეს და ბანდერასა და შუხევიჩის ესე იგი ფაშისტების რომლებიც იყვნენ მათი ესე იგი წარმომადგენლები და ხალხს საბჭოთა სისტემას ებრძოდნენ, აი ეს ხალხი გამოიყვანეს ბელადებად და ძეგლები დაუდგეს ახლა კაცო. ძეგლები დადგეს და მთელი ესე იგი მთელი სასწავლო პროცესი ახალგაზრდობას ისე ასწავლიან, რომ ესე იგი უბრალო უკრაინელის ხალხის ცნობიერება გადაიყვანეს სხვა რაკურსში, გადაიყვანეს ფაშისტურ და ნაცისტურ რეჟიმში გადაიყვანეს. და აი ამან ესე იგი რომ უკრაინა გამთავრიყო პლაცდარმი რუსეთის დასამარცხებლად. კი ბატონო. აი ეს იყო მთავარი მიზანი. კი ბატონო. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ კრემშიდაც ბოლო 30 წლის მანძილზე პროცესები არ მიდიოდა ისე როგორც საჭიროა. მაბადიეთ, კრემლი ახსენეთ თქვენ და ელცინის დროს კრემლში 150 თანამშრომელი იყო ЦРУ-ს თანამშრომელი. ისინი მოდიოდნენ ელცინის დროს კრემლში ყველა დილას მოდიოდნენ სამსახურის სახლში. ყველა სამინისტროებში, მარტო კრემლში კი არა, ყველა სამინისტროებში. ჩევლები იყვნენ, რა ვიცი რა. ყველა სამინისტროებში იჯდნენ ამერიკის სპეცსამსახურები, რომლებიც ისინი მარტო რუსები ყავდა დაყენებული ხელმძღვანელობა და ისინი აკეთებდნენ და ესე იგი 10 წლის განმავლობაში ამერიკამ ისე გაძარცვა რუსეთი და 98 წელს დეფოლტი გამოცხადა. ესე იგი რამდენი 5-6 წლის განმავლობაში რუსეთი ისე გაძარცვეს, ისე გაიძარცვა, მასშტაბურად გაიძარცვა, რომ მთელი საბანკო სისტემა ხელში ჩაიგდო. ხო, 15 ტრილიონი მთელი ეკონომიკა, ყველაფერი. მთელი ქარხნები, კაპიკები ჩაიგდო ხელში. და კოლონიზაცია, კოლონიად გამოცხადდა რუსეთი და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე. აი ასე ვარ ჩვენ საქართველოში დღესაც ასეთ ვარ. საქართველოში ამან მიიღო კიდევ ასეთმა დაპირისპირებამ, ესე იგი რუსეთისა და მოსკოვის ამ ცივი ომის გამოძახილმა დასავლეთისა და მოსკოვის დაპირისპირებამ საქართველოში თავისი გამოძახილი პოვა ორიგინალური, უფრო სპეციფიკური, ესე იგი ნიშნებით. ჩვენ ამ დროს დავკარგეთ ტერიტორიები დავკარგეთ. კი, თანხმობით. პატრიოტებო ტელემაყურებელო, ქართველებო, მე მინდა დიდი სიამაყით თქვა ის, რომ ესე იგი საუკუნეების მანძილზე სოფლიოში გახდათ უძლიერესი ტანდემი. ეს იყო ქართველებისა და რუსების ტანდემი. ამ ტანდემმა, რუსებისა და ქართველების ტანდემმა ყველა სფეროში მოიტანა პროგრესი საბჭოთა სივრცის და მოსკოვის იმპერიის სივრცეში. ქართველებისა და რუსების ტანდემი. მაგრამ ჩვენმა გეოპოლიტიკურმა მტრებმა და პირდაპირმა კონკურენტებმა ისე გააკეთეს, ისე დაგვამუშავეს, რომ ესე იგი გუშინდელი, ესე იგი ერთი მოკავშირეები, ერთი ტანდემი, ერთი მეგობრები, ერთი მას რო ვაკეთებდით საქმეს, გადაგვამტერეს ერთმანეთს. მოსკოვიდან იქ თავისი ხალხი იბრძოდა იმისათვის, რომ საქართველოს ქართველები ესე იგი ქართველების ანტიქართული კამპანია დაეწყოთ, საქართველოსთან ანტირუსული კამპანია. და ჩვენ რატო აი ამ შედეგმა რა მოიყვანა? ჩვენმა რუსოფობია გააჩაღეს საქართველოში. საქართველოში გაჩაღდა რუსოფობია. სამწუხაროდ დღესაც ესე არის. ხო, რუსოფობია გაჩაღდა საქართველოში, გააჩაღეს და ესე იგი ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება, რომელიც იყო ესე იგი ერთი სისტემაზე მორგებული, ერთი მასე საქართველოს აყვავებაზე, საქართველოს პატრიოტიზმზე იყო მორგებული საბჭოთა დროს. ჩვენი პატრიოტები ვიყავით. მთელი ქართველები იყვნენ პატრიოტები. კი ბატონო. მაგრამ ეს პატრიოტები ისე შეიცვალა, რომ ჩვენ დღეს დავჭით გაღატაკებული, დეზორიენტირებული მოსახლეობა გვაქვს დღეს ჩვენ და რომელსაც ვერ გაუგია რა არის ჩვენი ნამდვილი მტერი, რა არის ჩვენი ნამდვილი მოყვარე. ერეკლე მეორე კი არ ყოფილა.
ერეკლე მეორე მეს კარგად განსაზღვრა, რომ ჩვენი მომავალი არის რუსეთთან, ქრისტიანულ რუსეთთან. მართლმადიდებელი რუსეთთან. იმიტომ რომ მართლმადიდებელი სამყარო არის ჩვენთვის ის ქოლგა, ის სივრცე, ის გეოპოლიტიკური სივრცე, ის ტერიტორიული, ის დროში და სივრცეში ის არის, რომ სადაც ქართველი გონი და გენი გაიფურჩქრა მაქსიმალურად. კი ბატონო. აი ეს არის და ახლა დღევანდელ პირობებში ჩვენ ხედავთ, ცოტა მე თემას გადავუხმე, მაგრამ ჩვენ ხედავთ ძალიან საინტერესო საუბრობ. ჩვენ ხედავთ იმას, რომ ეს ჩვენი ქართველი საზოგადოება არის დეზორიენტირებული, გახლეჩილი შუაში, ესე იგი ჩვენ რა მივიღეთ ამ დროს? დაკარგული ტერიტორიები მივიღეთ, აი რუსოფობიამ რა მოგვიტანა? მოგვიტანა, ესე იგი, ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი აფხაზი ძმების და ოსი ძმების გადამტერება ურთიერთმანეთში გადამტერება მოგვიტანა. იქ სპეციალურად გააკეთეს ისეთი სისაძაგლეები, რომ ქართველმა და აფხაზმა, ქართველმა და ოსმა საშვილიშვილოდ გადაკიდებული იყვნენ ერთმანეთში და ჩვენა და თვითონ ისინი ხთვებია, ხარობენ ამით. ამხელა პატარა ტერიტორიაზე პატარა ერი, რომელიც ერთმანეთში გადამტერდა. ხო და აი ამის სანაცვლოდ ჩვენ რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ ის, რომ გაღატაკებული ვერი ვართ, არაფერი წარმომთელი მოხდა ამ დროს საქართველოს დეინდუსტრიალიზაცია მოხდა მასშტაბური, საბჭოთა ესე იგი საბჭოთა დროს გაკეთებული მთელი ინდუსტრია მიწაზე გაასწორეს მთელი ქარხნები ფაბრიკა ქარხნები ადატოვეს აგურ გააყიდინეს და ვინ გააკეთა ამერიკელებმა გააკეთეს ეს გააკეთეს ქართველების ხელით რა თქმა უნდა ეს ასეკეთება კოლონიზატორები ყოველთვის ადგილობრივი დაკეთება ყველაფერს რა თქმა უნდა და ჩვენ ესე იგი საქართველოს დამოუკიდებლობის გარშემო რომ ვამბობთ რომ საქართველოს უფრო უკეთესი უნდა იყოს თავისუფალი, მდიდარი, უფრო უკეთესი ვიდრე საბჭოთა საქართველოს იყოს და აი ამის წამსით იბრძოდა ქართველები. ეროვნული განმათავისუფლების მოძრაობა საქართველოს ეუბნებოდა რომ ჩვენ როდესაც თავისუფლები ვიქნებით უფრო უკეთესად ვიცხოვრებთ ვიდრე საბჭოთა საქართველოსში. მაგრამ ფაქტიურად ჩვენ მივიღეთ, ჩვენ გადავიქეცით კოლონიად. უარესობა მივიღეთ. და ჩვენ მივიღეთ რამდენი სვერპლი, რამდენი ადამიანური ტრაგედიები. რამდენი ადამიანური ტრაგედიები ამ ბოლო 30 წლის მანძილზე. და ეს პროცესი თუ არ შეჩერდა, ჩვენ კიდევ მეტი უბედურება გვერდის წინ. ამას დავამატოთ კიდევ რომ ჩვენ წარსული საერთოდ ამოგვიღეს. წარსულის უარყოფა გაგვიკეთეს. წარსულის უარყოფა. ეს არის დიდი, იმხელა იდეოლოგიური და იმხელა მეტაფიზიკური ბომბი არის ჩადებული, რომ წარსულის უარყოფა არის ესა ღმერთის წინააღმდეგ მისვლა. მამის სახელი ამოგვიღეს, ბიჭო, პასუხი. ხო, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მამის სახელი ამოგვიღეს. შედეგი ეროვნების ამოღება. ეროვნება. საგნიშნული და აი ეს ყველაფერი ჩვენ წარსული ამოგვიყრეს, და ღმერთის წინააღმდეგ ეს ყველაფერი. შენია პატივი ეცი შენს დედასა და მამას. მის საქმიანობა. ქართული ენის სწავლება მაიღეს უმაღლეს სასწავლებლებიდან. დიახ, ახლა აბა მეტი რა გაგვინდა ახლა ჩვენ. ახლა დღეს მიიღეს გადაწყვეტილება. კი, და კიდე კარგი არის და მე საქართველოში თურმე უმაღლეს სასწავლებლებში არის სწავლება ქართულად. მადლობა მინდა, უთხრა მე დღევანდელ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა. თქვენ კარგად გახსოვთ და გემახსოვრებათ, მაშინ სტუდენტი იქნებოდით, როდესაც მიიღეს მაშინ კრემლში გადაწყვეტილება ქართული ენის ამოღებასთან დაკავშირებით რა კონსტიტუციაზე რა თქმა უნდა მთელი საქართველოს ფეხზე ადგა გამოვიდა მთელი საქართველოს ფეხზე ადგა და წარმოიდგინეთ თქვენ მაშინ საბჭოთა ხელისუფლებას უკან დაახევინეს ეხლა კაცო ამდენ ამ ავასახსენებელმა სააკაშვილმა ავამტყოფმა ტვინით გახრეტილმა და ამ ქართველ მოძული ადამიანმა ქართული ენა ამოიღო უმაღლეს სასწავლებლებიდან და ხმარავის არ მოუღია იმიტომ რომ დეზორიენტირებულია მოსახლეობა. ხმა არავის ამოუღია. დეზორიენტირებულია, იმიტომ მე აღვნიშნე რომ ჩვენ აი სწორედ აი რასაც თქვენ ამბობთ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც იყო სულ პატრიოტი, ერთ იმაზე იყო მომართული ერთობაზე, საქართველოს განვითარებაზე, თავის კეთილდღეობაზე და კარგად ცხოვრებაზე და ყველაფრის რაღაც ახალის მიღწევაზე, პროგრესზე იყო ქართული მოსახლეობა ყოველთვის საბჭოთა პერიოდში დამუხტული. პროგრესი. კი ბატონო, კი ბატონო. აი პროგრესი, აი ამის მივიღეთ ჩვენ დეზორიენტირებული მოსახლეობა და ეს დეზორიენტირებული მოსახლეობა უკვე რასაც კიდე იმას გააკეთებ. დაჟე გვარსახელსაც უკვე ამოშლენ და არავინ არაფერს არ იტყვის. მას არ ამოიღებენ. ამიტომ ეს პროცესი უნდა გაჩერდეს. ადრე თუ გვენ ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი პროცესი. ჩვენ ხედავთ ამ შედეგებს რაც არის. მთავრობის წევრები უკვე ხშირად ღიად უკვე აღშღერებენ იმას რომ საქართველოს იმართება ამერიკის საელჩოდან.
საქართველოს იმართება ამერიკის საელჩოდან. ჩვენ ამერიკის საელჩოს რეცეპტებით მოქმედებთ 30 წელია. ერთ მაგალითს მოგიტანთ, ახლა მაბადია 9 აპრილს, აგერ ღიად გამოჩნდა, უკვე 9 აპრილს ხომ ხედავთ, იქნება რომ მემორიალთან არ უშვებდნენ ადამიანებს, ხო? და ეს ამერიკის ელჩი, ესა რობიდანიგანი უყურებდა შორიდან, როგორ ხდებოდა მის მიერ, ესე იგი, მიცემული დავალება და როგორ ხო ახორციელებდნენ ამას თავის აგენტურა, ხო? აი პირდაპირ გამოჩნდა უკვე. აი მართალებზანეთ, ხო? ამიტომ რომ ეს არის ის პროცესის შედეგი, რომელიც ჩვენთან დამკვიდრა კოლონიალური რეჟიმი. კოლონია რა არის? კოლონიას მიაქვს თავისი ტერიტორიებიდან მხოლოდ ბუნებრივი რესურსები, შრომითი რესურსები, იაფი შრომით მუშახელი გაყავს და ესე იგი შემოაქვს იქ თავი ადგილობრივ წარმოებას არ არსებობს და შემოაქვს თავისი ესე იგი პროდუქცია. ანუ ჩვენ იქ მიდივართ, ბატონო, ისა შავლაკ 9 მაისი. ამიტომ 9 მაისი, აუყურე 9 მაისი ახლა მაშინ მე რო წეხა კარგად მივედით ახლა წარსულის უარყოფა. დიახ. ჩვენი საბჭოთა გმირული წარსული საბჭოთა კავშირში საქართველოს ცხოვრობდა მშვენივრად. ქართველები იყვნენ ერთ-ერთი ესე იგი დომინანტიერი იყო საბჭოთა კავშირის დრო საქართველები. პატარა შვეიცარიას უძახდნენ საქართველოს. პატარა შვეიცარია 1900 საბჭოთა შვეიცარიას. დიახ, 72 წელს ჩამოვიდა ამერიკელი ერთი მკვლევარი და ქართველები ისე არიანო, გარშე განვითარებული თვითონ გამოირჩევიანო ესე იგი კულტურა, ისტორია, მთელი ეს მეცნიერება, ინჟინრები, მათემატიკოსები, ქიმიკოსები სოფლიო დონეზე იყო და ბოლო-ბოლო ისა ამერიკული ბომბდამშენი ქართველებში უნდა გამოიგონა, ხო? ქართველმა კაცმა. აბა ქართველმა კაცმა. აი ამიტომ მე მინდა ვთქვა რომ ესე იგი მთლიანი წარსული ისე დაგვავიწყებიეს. წარსული, ესე იგი საბჭოთა აი ამ თქვენ რომ ახლა ამის ესე მწვერვალი იყო ატომური რეაქტორი, საცდელი ექსპერიმენტალური საცდელი ატომური რეაქტორი, რომელიც მდებარეობდა მცხეთაში. სადაც ქართველი ფიზიკოსები ექსპერიმენტებს ატარებდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი თბილი საქართველოში იყო ატომური რეაქტორი. რა დონეზე ვიყავით განვითარებული, ესე იგი ძალიან ვიყავით დიდი მოდერნისტული სახელმწიფო ვიყავით, ხო და ყველა სფეროში ასე იგი ქართული გენოი და გენი გაიფურჩქნა მაქსიმალურად. მთელი საბჭოთა კავშირი იყო ქართველების დიდი პატივისცემის აღნიშნული ტერიტორია. ქართველებს ყველა დარგში, ყველა სფეროში ეჭირა თავისი ადგილი, საპატიო ადგილი და ესე იგი მიყვავდა ჩვენ ცხოვრება, ასე იყო. მაგრამ სამწუხარო დღეს ახლა ისე გავაკეთოს, ეს ყველაფერი არის უკან. შენ ამას თუ იტყვი რომ თუ საბჭოთა ახსენებ, შენ ხარ თურმე საქართველოს მოღალატე. დიახ. ხო და აი ასეთი იდეოლოგიური ფონი შეგვიქრეს სამწუხაროდ ბატონო ტრისთან. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი უბედურების მიზეზი რომ ხო და ჩვენ დაგვავიწყდა მთავარი თუ წარსულს ქვა ჩვენი წინაპრების ბზენი წინაპრების შეგონება დაგვავიწყდა თუ წარსულს ქვას ესვრი მომავალი თოფს გესვრის. ჩვენ ვესროლეთ წარსულს ქვა. დიახ. ამოვქოლეთ წარსული, იქეთ აღარ ვიხედებით, იქ გონია, კაროჩე რომ იქ ჩვენ ვიყავით რაღაც ესე იგი ამოფული არსებები და რაღაცები და ამის იმედით წარსულის ლაძღვის, გინების, ბოდიშიან სიტყვისა და მისი მთლიანი უარყოფის იმის იმედად რომ მე კარგად ვიცხოვრებო დღეს და ხვალო, აი მაშინ დაგატყდება მთელი ესე იგი მთელი განგება მაშინ დაგატეხა მთელ უბედურებას, რაც არსებობს ესე იგი სოფლიოში. ბატონო შავლეს. ამიტომ 9 მაისი. საბჭოთა ყველა ესე იგი როგორ გითხრათ, საბჭოთა ჯარებს, საბჭოთა ხალხი, რომელიც დაირაზმა სტალინმა და ბერიამ, ორმა დიდმა ბუმბერაზმა ქართველმა დარაზმა ამდენი ხალხი, მთელი საბჭოთა ხალხი და შეებრძოლა დასავლეთის კაპიტალისტების და იმპერიალისტების გამოზრდილ მთელი დასავლეთ ევროპის სამხედრო მანქანას ჰიტლერის და მუსოლინის ხელმძღვანელობით. იქეთ აზიაში კიდევ იყო იაპონელები, რა თქმა უნდა, იაპონელი ჩვენ არ უნდა გამოგჩეს. კი ბატონო, კი. ამიტომ აი ასე დიდ მსოფლიო მანქანას შეეჯახა სტალინი, შეეჯახა საბჭოთა ხალხი და 4 წლის განმავლობაში გერმანელები, რომლებიც ეს დასავლეთის მანქანა, დაქოქილი მანქანა, რომელიც უკვე ზამთარში 41 წლის ზამთარში უკვე მოსკოვს მიადგენ. მოსკოვში იყვნენ თითქმის გარეუბნებში მისული, ჩვენ ეს უკუაგდეთ და საბჭოთა ხალხმა, ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა ბებია და ბაბუებმა, ყველას შეეხო, ყველა ქართულ ოჯახს შეეხო, ესე იგი პირდაპირ თვირებად, ესე იგი ეს სამამულო ომი, ეს მეორე მსოფლიო ომის შედეგი, ყველა შეეგო. მაგრამ ყურეთ ახლა რა გამოდის, ჩვენ თუ ესე იგი ამას აღნიშნავთ, ჩვენ უკვე სხვაგან უნდა გადავიხედოთ. უნდა უკვე კითხვები ისმება, ლოგიკური კითხვები. ჩვენ თუ ამას დასავლეთ ევროპაზე, მთელი დასავლეთის იმას მოუგეთ ომი. რისი საშუალებით მოუგეთ? რატომ მოუგეთ? სად იყო ეს რესურსები? ეს შინაგანი ძალა,
ეს ვინ მოიტანა, როგორ გაკეთა, რანაირად გაკეთა და ამიტომ ჩვენ მივდივართ იმ სახელმწიფოს ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებზე, რომლებიც სტალინმა და ბერიამ შექმნა. აი იმას საფუძვლებზე მივდივართ უკვე. რომ კითხვები რო დავსვათ, როგორ შეძლო ამან? როგორ შეძლო საბჭოთა ხალხმა ასეთი დიდი სამხედრო არმადის მოგერიება და დამარცხება? როგორ შეძლო? რა რესურსებით, რა იმით? სტალინის გენიალობა ამაში გამოიხატება იმ პატრიოტულ ტელემაყურებლებმა, რომ მან გუშინდელი თავისი მტრები, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი გადმოიყვანა თავიანთ მხარეს. კი. აი ამაში გამოიხატება მისი გენიალობა. კი ბატონო. იმიტომ რომ მათ მიერ დარაზმული ჰიტლერიზმი, მათ მიერ დარაზმული ნაციზმი და ფაშიზმი, ესე იგი სტალინის გენიამ ისინი გადმოიყვანა, ესე იგი თავის და ჩერჩილს აღნიშნულია ჩვენი ისე მოწინააღმდეგე ვართ და მისი მათ გადაგვიყვანა უგაროში ჩვენი ხელით მომხრებათო აბა აი ესა აღნიშნული ჩერჩილს წაიგითხეთ მისი სტალინის დაბადების დღეს 40 ვიყავით მოწინააღმდეგეები და გავხდით მომხრეები მოკავშირეები გავხდით და როგორ გაგვიკეთე ესო ჩვენც ვერ გავიკეთო ესე ისე გაუკეთა სტალინმა ისე შეგვიძლია და მთელი მსოფლიო დარაზმა უყურე რა გამოვიდა გუშინდელი თავისი ესე იგი პოლიტიკური მტრები პოლიტიკური კონკურენტები სტალინმა გამოიყენა მოკავშირეებად ერთად დაამარცხა ფაშიზმი ერთად დაამარცხეს ფაშიზმი და ჩვენ ხედავთ რომ მის მიერ გაკეთებული მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შედეგები 50 წელმა ამ მსოფლიო წესრიგმა რომელიც მაშინ გასაზღვრეს სტალინმა და ამ სამეულმა ინგლისისა და ამერიკის პრეზიდენტთან ერთად რომელიც გადაწყვიტეს მსოფლიოს მოწყობის გეოპოლიტიკური მოწყობის იალტაში იყო იალტაში თეირანში ამ ბერლინში პოცდამში და ასე შემდეგ ესე იგი მიიღეს გადაწყვეტილება მსოფლიოს მოწყობის შესახებ და ეს მსოფლიო მის მიერ დადგენილი მსოფლიო იყო 50 წელი ესე იგი მსოფლიო იყო მშვიდად მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა ომიანობა იყო პატარა მაგრამ ამ მასშტაბებით არ იყო როგორც ახლა მაგრამ ჩვენ რას ხედავთ ჩვენ ხედავთ რომ ის ძალები რომლებიც არიან უკმაყოფილო იმით რომ ესე იგი გუშინდელი მოკავშირე ჩვენ რატო გავხდითო საბჭოთა კავშირის ესე იგი მოკავშირეებიო მაგათმა დაიწყეს ცივი ომის პოლიტიკა და 9 მაისი შეგვიწორეს 8 მაისით აქ იყო ესე იგი ცნობიერების ის არის უკვე ცნობიერების აღრევის ის არის და აი ამიტომ ეს შეესაბამება იმ ლიბერალურ ეგრეთ წოდებულ ლიბერალიზმს რომელიც ბოლო 30 წელია 40 წელია დასავლეთის ესე იგი თავარ იდეოლოგიურ პლატფორმად იქცა და რომელმაც მოიტანა ძალიან საზღარი შედეგები და დღევანდელი ევროპელები საერთოდ არ არის ისე პრობლემები რომლებიც იყვნენ 40-50 წელს უკან. კი ბატონო, გეთანხმებით. სხვანაირად ესე იგი აბსოლუტურად ესე იგი ისეთი უმსგავსებები ამორალიზმი ესე იგი პირველ საკითხად არის ესე იგი ამორალიზმი რომელიც ამკვიდრდა თვითონ ევროპელი მოსახლეობაც არის შეწუხებული ამ პოლიტიკით ამ პოლიტიკასაც დღევანდელი ხელისუფლებები ატარებენ. ჩვენ ამის აპოფეოზი ამ ეგრეთ წოდებულ ლიბერალ აპოფეოზი იყო პარიზის ოლიმპიადის გახსნა. აბა ეს პარიზის ეს იყო რაღაც ესე იგი საჯაროდ უკვე გამოავლინეს თავისი ესე იგი შინაგანი არსება რომ ეს არის არაჰუმანისტები ესე იგი რაღაც არა ღმერთის წინააღმდეგ მომძვლელი გეები და რაღაც ლესბოსები და ტრანსგენდერები გამოვიდნენ და არასწორი ორიენტაციის ხალხი წამოვიდა პირველ როლებში და აი ეს ყველაფერმა ესე იგი მოიტანა ეს ყველაფერი ამ 89 მაისის აღნიშვნა. ისე ბატონო შავლია მე არ გამეკვირდება მაგ საფრანგეთში, რომ თვითონ მაგ იდეოლოგიის მიმდევარი მაკრონი არის. რა თქმა უნდა. მაკრონია თვითონ LGBT თემის მიმდევარი და მე ამას ამბობ, საიდან იცი, რომ თვითონ საფრანგეთის ტელევიზიამ გააშუქეს და ამავდროულად მაკრონის მეუღლეც გააშუქა საფრანგეთის, რომ ტრანსგენდერი არის და ის ყოფილა თუნდაც ბიჭი და მე გახდა ქალი. ხო? ამიტომ აბას თვითონ საჯაროდ ბევრი პრემიერ-მინისტრები არა კიდევ ასეთი და ძალიან ბევრი ხო ძალიან ბევრი პოპულარიზაცია მიდის ესე იგი არა ადამიანი არა ჰუმანურობის მიდის პოპულარიზაცია და ეს даже რა უნდა ვთქვათ ამის შესახებ რომ როდესაც ესე იგი ასეთი ორიენტაცია და ასეთი ის მიდის მთელ ევროპაში დიახ მთელი ევროპა ევროკავშირის ქვეყნებში ხო ის უკვე ეს ჩვენსკენ არის მომორ იქ უკვე ამოფრუნებასა იქ უკვე არაფერს ვერ იზავ და რაც შეეხება საბრალ თქვენ მაკრონი ახსენეთ ხო დიახ მე მინდა შევახსენო ჩვენს ტელემაყურებლებს. როდესაც პოცდამის კონფერენცია იმართებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის მმართველებმა დასვეს საკითხი რომ საფრანგეთი ჩაეთვალათ ჰიტლერის მოკავშირე ქვეყანად.
რომ ეს ორ კვირაში დანებდაო და მაგერი ჰიტლერს ეომებოდნენ, ჰიტლერთან ერთად იყვნენო. და საფრანგეთი რომ მისი ტერიტორიების უნდათ უკვე როგორც გერმანია ისე დადაწილება გაეყოთ ერთმანეთში მის მეზობლებში. ასეთი ეს უნდათ ინგლისსა და ამერიკას მაშინ. მაგრამ სტალინმა არა. სტალინმა განაცხადა აგერ გვაქვს ჩვენ დეგოლიო. რომელიც მილიონიანი არ მიყავს და ის ებრძოდაო ესო ვიშის ესე იგი საფრანგეთიო ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ ვიშისტური საფრანგეთი ფაშისტური ვიშის მმართველობა პრეზიდენტის ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთო ესე იგი იმათო და ჩვენ აგერ გვყავსო დეგოლია და ესე იგი ამით დეგოლი საფრანგეთის შემოიყვანა სტალინმა გამარჯვებულ ამ სამეურში 4-ეული გახადა ამიტომ იყო რომ ამბობენ კეიტელმა რომ ნახა ეს ჩვენო ფრანგებთანაც ავაგეთ ომიო ის გაკვირებული იყო მაგრამ საფრანგეთის ხალხი ფრანგები დღეს მადლიერი უნდა იყვნენ სტალინისათვის რომ მათ ასეთი ტერიტორია დღეს შეუნარჩუნეს იმ ტერიტორიების იდენტობა შეუნარჩუნეს იდენტობა თავისი ფრანგული ყველაფერი დეგოლი როგორი პრეზიდენტი იყო და როგორი ის გააკეთა აი სანამ სტალინას სწორი გათვლები გააკეთა დეგოლთან მიმართებაში სტალინ კი ბატონო ხო და პატრიოტი კაცი ფრანგ ხალხს უყვარდა და უყვარდა მას საფრანგეთი ფასეულობები, ისტორია ყველაფერი და ზუსტად აი ზუსტი გათვლები გააკეთა და ამიტომ იყო რომ დაუსვა საფრანგეთის ლიდერად დეგოლი. დაუსვა საფრანგეთი და მე იმასო მადლიერი უნდა იყოს საფრანგეთის ხალხი. და მის მაგიერ ახლა მაკრონი აგერ ემზადება რუსეთის დასაპყრობა და კრემლის გასანადგურებლად. აი ასეთი მარაზმი, აი ასეთის როგორ შეიძლება გეოპოლიტიკაში ესე იგი მოხდეს. მაგრამ სამწუხარო ესე იგი განგება მასე ინება რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების მოევლინა პრეზიდენტი ხალხმა აირჩია დონალდ ტრამპი, რომელმაც სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ამ ბოლო 6 თვეა რაც არის არჩეული, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ასეთ მდგომარეობას. მან მთლიანად აკრძალა ეს არასამთავრობოები, იუსაიდები და სხვები, რომლებიც ადამიანის უფლებების და გაუმჯობესებაზე კი არ მართავდნენ თავიანთ კაპიტალებს თემსოფლიოში. არამედ იქ ადგილობრივ ომების პროვოცირებას სხვადასხვა დაპირისპირებების ანტიხალხური და ანტისახელმწიფოებრივი ანტისამთავრობო ისტორიის განადგურებას ეკლესიის განადგურებას წვენის განადგურებას და თავიანთი ბინძური იდეოლოგიის თავზე მოხებას LGBT ამისიმის თავს მოხებას ეს ყველაფერი რამდენი მილიარდები დოლარი ესე იგი ყოფილა ამათი ისა და ამას ყველაფერს მაგან მოუღო ბოლო ტრამპმა მან ამერიკელებს მიმართა რომ საღი თვალით შევხედოთ ჩვენ ყველაფერს საღი თვალით და არა რაღაცა იდეოლოგიური პრიზმით და ჩვენო ამერიკასო წინ გავიყვანთ კიდევ ამერიკა უნდა გავამწყინოთო ეს გამოაცხადა ტრამპმა ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ უკვე ამერიკის ისტაბლიშმენტში მომწიფდა ასეთი მდგომარეობა რომ ესე იგი ეს არის ამერიკის დასასრულის დასაწყისი ასეთი გაგრძელება ეს ამერიკის დასასრულის დასაწყისი ასეთი იდეოლოგიის და იქ უკვე მომწიფდნენ უკვე თავიანთი ისტაბლიშმენტი რომ ამას დაესწროს ბოლო და ესე იგი ილაპარაკონ ერთად სოფლიოში მრავალპოლუსიანი სოფლიო რომ გამოცხადა დოქტრინა სხვადასხვა ეს ობამამ გამოაცხადა მრავალპოლუსიანი სოფლიო და ამ მრავალპოლუსიან სოფლიოში წინა პრეზიდენტების ადგილით მოსკოვს ვითომ ადგილი არ ქონდა გათიშეს მოსკოვი საერთოდ არ იყო გეოპოლიტიკურად არ არსებობდა თითქოს და სხვადასხვა ესე იგი სტამბოლი, ჩინეთი, სხვადასხვა ევროპის სახელმწიფოები აი ესე და მაგრამ ეს ხომ არ არის ეს არ არის რეალობის ესე იგი ამსახველი სიტუაცია ხო და ამიტომ ტრამპა პირდაპირ განაცხადა რომ ესე იგი მოსკოვის კრემლთან პირდაპირ კავშირები აღდგენა ესე იგი მოსკოვი გახდა ესე იგი ასეთი მისი ანტისაწერილო ომებისა და იმაზე რომ გახდა ძალიან დიდი ესე იგი სანქციებისა და ძალიან დიდი ობსტრუქციების მაგალითი მთელი მსოფლიოს მიმართ ეს არის წამგებიანი მთელი მსოფლიოსათვის გამოაცხადა ტრამპმა და ეს ომი ჩვენ უნდა დავამთავროთ და მან პირდაპირ განაცხადა მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტიო ეს ომი არ იქნებოდა უკრაინის ომი არ იქნებოდა ამიტომ ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი პატრიოტებო ტელემაყურებლებო ყველა სახელმწიფო ზრუნავს თავიანთ უსაფრთხოებაზე როდესაც სახელმწიფო შეერქმება ეგზისტენციალური საფრთხე მისი ხელისუფლება ყველა ხელისუფლება ვალდებული არის მიიღოს კონტრზომები შესაბამისი კონტრზომები შესაბამის კონტრზომებს ღებულობს მოსკოვი კრემლი სამწუხაროდ ჩვენ ქართველებსაც ასეთი ის გვაქვს მაგრამ დღეს ჩვენ ისე ვარ წინათ რომ აღნიშნეთ ამ ასეთი პირობების გამო ჩვენ არ შეგვიძლია ამ საფრთხეების კონტრზომების მიღება იმიტომ რომ ჩვენ ვართ კოლონიალური სახელმწიფო რეალურად ჩვენ არ შეგვიძლია მაგრამ ისეთი ზესახელმწიფო რომლებიც არის დიდი სახელმწიფო მათ შეუძლიათ კონტრზომების გატარება და მათ შეუძლიათ მიიღონ პრევენციული ზომები თავიანთი უსაფრთხოების დასაცავად. როდესაც
ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ უნდა შევიდოთ საქართველოს უნდა შევიდოს ნატოს კონსტიტუციაში გვიწერია უნდა შევიდოთ ევროკავშირში ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ უკვე მოსკოვს უკვე საფრთხეს და ომს უცხადებთ ეს ამას ნიშნავს ეს ნიშნავს იმისათვის რომ ქართველები საქართველოს ტერიტორია ნატოს ჯარები გამოიყენებენ რუსეთის საწინააღმდეგოდ მისი რაკეტები და მისი საჯარისო ესე განვლინდება თქვენ როგორ ფიქრობთ ამას კრემლი მოითმეს არც ერთი თავისი ხელისუფლებისა და თავისი ხალხის და სახელმწიფოს მოყარე ხელისუფლება არ გააკეთებს იმას რომ მის გვერდითა სახელმწიფოებში მისი მტრები და მისი საჯარისო ესე იგი განალაგოს და გააძლიეროს და მისის გაძლიერების საშუალება რაც ხდებოდა ნახეთ ახლა თქვენ რაც ხდებოდა უკრაინაში მიმდინარეობდა უკვე პირდაპირ მის საზღვრებზე მიმდინარეობდა ამ ბაზების მშენებლობა და მიმდინარეობდა ეტაპობრივად ცნობა ჯარების ევროპის ქვეყნებში შესაბამისად ჩანაცვლება შენობა ბატალიონების და ბრიგადების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე შესაბამისად აეროდრომების აშენება აბამდროულად ინფრასტრუქტურის მშენებლობა სადაც ძლიერდებოდა უკვე ეს ყველაფერი და რუსეთის ის იყო ეს ყველაფერი და მიიღო პრევენციული ზომები რუსეთმა 4 თვე აფრთხილებდა ამა გაიხსენეთ რამდენჯერ იყო გაფრთხილება პუტინის კრემლიდან წამოსული ინფორმაცია ეს არ გააკეთოთ გააკეთეთ ასე თუ არა ჩვენ ვინ ვიქნებით ესე იგი ის მინსკის ხელშეკრულებებს შევასრულოთ მინსკის 1-ის მეორე შევასრულოთ მაგრამ მინსკის ფორმატი ხო სატყუ არა იყო და თქვენ აღიარეს ეს სატყუ არა იყო მაგრამ მაინც რუსეთი მაინც ამ იმას მოდი ეს დავიცვათ აფრთხილებდა 3-4 თვის განმავლობაში აფრთხილოთ ჩვენ ამას გავაკეთებთ მაგრამ ესენი მაინც წინააღმდეგები და ესე იგი ომის მოყვარული ეს ფაშისტუში ამ ლიბერალური ძალები მაინც იყვნენ იმაზე და ისა რომ არაფერი არ გაგდა ხედავთ ახლა ჩვენ შედეგს და მაინც მინდა ბატონო შავლაკ დაუბრუნდე მე ამ 9 მაისს და ამ 9 მაისის გრანდიოზულ ღონისძიებაზე თვითონ მოსკოვში ჩადიან ქვეყნების თითქმის ყველა იმ ქვეყნების წარმომადგენლები გარდა ევროკავშირისა რომელი ქვეყნებიც ღებულობდნენ ამ დიდ სამამულო ომში მონაწილეობას ყველა წარმომადგენელი ჩადის მათ შორის როგორც მე მაქვს ყავს აი საქმის ყურში ჩინეთის წარმომადგენლები ჩადიან ხო ჩადიან და სამხედრო ქვედანაყოფების ღებულობენ მონაწილეობას ხო მაგრამ ჩვენ ამხელა მსხვერპლი გავიღეთ საქართველოს თქვენ ეხან აღნიშნეთ რომ თითქმის საქართველოს იმას ყველა ოჯახი შეეხო ყველა მართლაც ასია 700,000 კაცი გაწვეული ხო ეხლა იქ რო ზოგი ვიზა იყო ვიღაცასი ზოგი 2 მილიონი ნახევარი იყო მაშინ საქართველოს მეტი კი არ ყოფილა წარმოიდგინეთ თქვენ და ყველას ოჯახი შეეხო ხო და კი გასაგები ახლა დამოუკიდებლად ჩვენგან იქნებიან იქ მონაწილეობას მიიღებენ ქართველები დამოუკიდებლად და არა ოფიციალურად მაგრამ ოფიციალურ მხარეს ყოველ შემთხვევაში უნდა გადაედგან ნაბიჯი რაღაც გარკვეული ნაბიჯი რომ სიმბოლურად რომელიმე აი სტრუქტურის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროს რიგითი დიპლომატი გაეშვა კი ეს მისასალმებელი იქნებოდა კარგი იქნებოდა მაგრამ როგორც განაცხადეს ოფიციალურად ჩვენო აფხაზეთისა და ამის ოკუპირებული ტერიტორიების გამო ჩვენ არ შეგვიძლია იქ ჩასვლა. აი ეს ეს აფხაზეთი კი ბატონო მაგრამ უყურეთ ახლა ჩვენ მოდი ლოგიკურად შევხედოთ. ეს აფხაზეთისა და ოსეთის ეს პრობლემური საკითხები ამის საკითხი გადაწყდება მოსკოვში. ეს არ ხდება არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში, არც პეკინში და არც სტამბოლში და არც ბერლინში. ეს ხდება მოსკოვში. ქართველებმა ჩვენ შესაძლებელი არის აღნიშნოთ რომ ჩვენ დავუშვით დიდი სტრატეგიული შეცდომა ამ წლების განმავლობაში მე ვამბობ ანტირუსული პოლიტიკა და რუსოფობია და აი რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა რომელიც ჩაიწერა კონსტიტუციაში და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ რომ ამ შედეგი ამან მოიტანა ძალიან დიდი უკუსლა მოსახლეობის განახევრება ტერიტორიების დაკარგვა შემდეგ ამიტომ ჩვენ რუსეთმა რომ დომოდა საქართველოს დაშლა დღემდე უკვე რამდენი წლის უკან შეიერთებდა აფხაზეთსაც და ოსეთსაც რუსეთს ეს არ უნდა ის ჩვენ გვიცდის ქართველების როგორც ეთქება ესე იგი ცნობიერების შეცვლას ის იცდის ის ამას გვეუბნება რამდენჯერ ყოფილა სადღაც ყოველი 4-5 თვეში კრემლის წარმომადგენელი აჟღერებს თავის წინადადებებს აჟღერებს ქართველების შესახებ. მაშინ მეორე პირმა გააჟღერა ლავროვმა ახლა ძალიან კარგად გააჟღერა და ასე შემდეგ და ამიტომ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ ასეთი რაღაც უბედურება მოხდა ქართველებსა და რუსებს შორის მიუხედავად ასეთი დიდი ძალის
ესე იგი დიდი წნევა მიდის, დიდი წნეხი მიდის ქართული მთავრობაზე. ამის შესაძლებლობა ესე იგი მოსკოვში, ესე იგი დასავლეთს აწყობს ქართველები და რუსები, რომ იყვნენ ისევ ანტაგონისტურ მტრულ მდგომარეობაში. მათ არ აწყობთ მდგომარეობის აღდგენა. ქართული და რუსული ურთიერთობების ნორმალური, ცივილიზებული, თანამედროვე პირობებში ვითარებისა და ურთიერთობის აღდგენა მათ არ აწყობს. იმიტომ რომ მაგათმა იციან, თუ ქართველი და რუსი გაერთიანდება, მათ სტრატეგიულ ესე იგი დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებს არ ექნება არავითარი განხორციელების შანსი. ეს იციან მაგათმა და ამიტომ ცდილობენ ყველანაირად ჩვენ ერთმანეთს გადაგვამტერონ. 1000-დან უამრავი რესურსები იხარჯება ამისათვის. მაგრამ მე იმედი მაქვს, მე ახლა წარმოდგენილი მაქვს როგორი წნეხი არის ჩვენ მთავრობაზე. აი 9 მაისის ოფიციალური წარმომადგენელი რომ არ იყოს თბილისიდან წასული. მე წარმოდგენილი მაქვს. ჩვენ მთავრობა არის ახლა ძალიან დიდ ორი მასშტაბის გდემშორის მოქცეული. აქეთ ნელ-ნელა უკვე საქართველოს ინტერესების დაცვას იწყებს, უნდათ რომ ამ კოლონიალური დამორჩილებიდან გამოვიდნენ ნელ-ნელა, მაგრამ აქ მეორედ უკვე დროც აღარ ითმეს. უკვე ისეთი გადანაწილება მიდის, უკვე ძალობრივი მთელი მსოფლიო მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ისეთი გადანაწილება მიდის, რომ აქ უკვე 2 და 3 სკამზე არ იქნება. სწრაფი ტემპით დაიწყოს პროცესები. უკვე არ იქნება, უკვე ყველა ქვეყანა დადგება არჩევანის წინაშე. შენ ვის თანახა, ვის ორბიტაში ხარ? უკვე 2 და 3 ორბიტები უკვე აღარ იქნება. ოფიციალურ დოქტრინა მსოფლიო დღევანდელი დოქტრინა არის მრავალპოლუსიანი მსოფლიო. ჩვენ ვის პოლუსში ვართ? ანკარას პოლუსში ვართ, ბრიუსელის პოლუსში ვართ, ვაშინგტონის პოლუსში ჩვენთან საერთოდ არ არის ამორიცხულია. ვერ მოვერგებით. ხო, ამიტომ ესე იგი რაც ადრე ქართველები ამას გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ ზოგი ამბობს ახლა ხშირად ყველას რომ ეთქვი, რუსეთიო არასრულებს თავიას ესე იგი ვალდებულებას. მე მინდა მოგახსენოთ ქართულ ტელემაყურებლებო რომ ყველა სახელმწიფო ასრულებს იმ ვალდებულებას რომელიც მისთვის არის მომგებიანი სასარგებლო არც ერთი წამგებიან ესე იგი ხელშეკრულებას და ვალდებულებას არც ერთი სახელმწიფო არ ასრულებს ან ცდილობს არ შეასრულოს ჩვენ ბევრი გვაქვს რუსეთისათვის ესე იგი სალაპარაკო და ერთი თემისა და ერთი იმის. ერთი ინტერესებისა და ბევრი გვაქვს ჩვენ თემა. ეს შეეხება ჩვენს გეოპოლიტიკურ და აი მრავალპოლუსიან მსოფლიოს. საქართველოს თუ დაბრუნდება რუსეთის ორბიტაში, რუსეთი იღებს ძალიან დიდ კოლოსალურ დიდ მოგებას, გეოპოლიტიკურ მოგებას. ამით ის მთლიან კავკასიას აკონტროლებს. ახლო აღმოსავლეთს აკონტროლებს. ირანთან გასასვლელი გეოპოლიტიკური გასასვლელი ექნება. ხო და აი ახლო აღმოსავლეთის დიდი გაზისა და იმის პროექტების ჩაშლის პროექტები. ამასთან, ამ საკითხებთან აფხაზეთისა და მისა ეს არაფერი არ არის. არაფერი არ არის. ამიტომ პროსტო უბრალოდ მაგრამ ალბათ დრო უნდა მოსამწიფებელია ბატონოტრისთან მომწიფდება ალბათ ეს დროც რომ ქართველები ჩავლიან კრემლში მოილაპარაკებენ ერთმანეთში ამ საუბარში უკვე ყველაფერი გამოჩნდება და ყველაფერი სიტუაცია დაალაგდება. მე ამის იმედი მაქვს. მაგრამ სამწუხაროდ 80 წლის იუბილე 9 მაისი რომ ასე არ ეგრიშება ეს ძალიან იმად რჩება. ყველას ჩვენ გვინდა რომ ეს აღინიშნოს ქართველებმა გააკეთეს ეს ყველაფერი. ქართველებს მელიტონ კანტარიამ აღვართა რაიხსტაგზე დროშა, აგერ ქართველები იყვნენ გენერალისიმოსი, რამდენი გენერლები, რამდენი ჩვენი მსხვერპლი. და რომ ესე იგი ასეთი მასში სადაც მთელი მსოფლიო იქნება მონაწილე, ვისაც უკვე პროგრესულად აზროვნებს, ისინი იქნებიან მონაწილეები, რომ ქართული ოფიციალური დელეგაცია არ იქნება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება, უკვე ვექტორი იქეთ წავიდა, რომ ჩვენი საქართველოს ხელისუფლება უკვე დარწმუნდა, რომ დასავლეთის ესე იგი ფარვატერში ყოფნა ჩვენთვის არის ესე იგი რეგრესისა და ესე იგი უბედურების მომტანი. ეს ახლა ამას ხო ფიქრი არ უნდა კაცო, ბატონო შავლაკ რომ დასავლეთმა რაც გააკეთა ჩვენ ქვეყანაში, ეს ხო დღეს ფაქტის სახეზე არის. ეს ჩვენ ხო დავინახეთ. პირველი რომ ეკონომიკა გააჩანაკა და გაანადგურა და აღარც ერთი ფაბრიკა ქარხნები არ მუშაობს და ქართველი ხალხი მათხოვრებად აქცია, ეს გააკეთა დასავლეთმა. ამას მე ღიად, თამამად ღიად შემილია თქვა, იმიტომ რომ მე ამ მიმართულებებით ძალიან ბევრი ესენი მაქვს შესწავლილი. და ამე შემდგომ უზარმაზარი ჩვენ სამხედრო მრეწველობა ქონდა, საავიაციო ქარხანა, სატანკო ქარხანა, ხო და მთელი ეს ამიერკავკასიის ეს ტექნიკა და ეს აქ კეთებოდა, აქ ხო და ეს საავიაციო ქარხანა კაცო დღევანდელი თბილისის საავიაციო ქარხანაში გამოშვებული თვითმფრინავებს დღესაც იყენებენ. სხვადასხვა სხვადასხვა ქვეყნებში ხო ესეც გაგვინადგურეს ეგეც მოგვისპეს მე ტოლვილებად აქციეს ქართველი ხალხი შემდგომ კიდევ ოჯახები დაატოვებინეს და მიგრაციაში გაუშვეს და ესე იგი გაანახევრეს კი არა
უკვე მესამედი ერთმანეთის დაპირისპირება ძმათა შორის სისხლის ღრა დაპირისპირება იქ აფხაზეთის იქ სამაჩაბლოსი შენ ხოცი ხარ და აი ასე მე ამ ბინძური იდეოლოგიის შემოტანა ქვეყანაში ხო არა დედა არა მამა არა და არა ძმა ქალი არა კაცი ხო იქ ეროვნების ამოღება პასპორტიდან მამის სახელის ამოღება პასპორტიდან ქართული ენის სწავლების ამოღება ინსტიტუტებიდან ხო ბიჭო მეტი უბედურება ახლა რა გაგვინა ჩვენ კაცო ემიგრანტების საკითხი კიდევ ემიგრანტების საკითხი მეტი უბედურება რა გაგვინა ხო მეტი რა გაგვინა მით უმეტეს ახლა უმცირესობაში ვართ უკვე ქართველები კაცო მიგრანტებითაა სავსე თელი საქართველოს და წაგვიღო ამ ურჯულუებმა ხო და ამიტომ ეს ვინ გააკეთა ეს გააკეთა დასავლეთის რეცეპტების მოქმედებამ აი შედეგი ასეთი გააკეთა დასავლეთმა ხომ უნდა შევხედოთ ხო და როცა შენ აგერ ამ ქვეყანას ამ მადლიან ღმერთის ქვეყანას სტალინი ყავდა ბერია ყავდა და კანთარია ყავდა რომელმაც აი კანთარია მსოფლიო იცავს ხო და სტალინსა და ბერიას დღემდე ვერ ვიწყებენ კაცო ხო და ამხელა ბუმბერაზი ადამიანები ყავდა ხო რა გახდა ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლობა ერთი რიგითი დიპლომატის გაშვება იქ წითელ მოედანზე რომ აღლუმზე მდგარიყო რომ ჩვენ მაინც რაღაცნაირად მინისტრმა მაინც მიგვეცა იმათვის რომ გვინდა რაღაცა რომ ურთიერთობების დალაგება დაწყება ხო არა ეს მაინც უნდა გაკეთებულიყო მე ამერფლი რომ იცი რა არის ახლა თვითონ მთავრობაშიც არის აგენტურა ჩანერგილი რომელიც ამ პროცესებს ხელს უშლის რა თქმა უნდა მე ვიცი მოსკოვშიც ასე არის მოსკოვშიც ასე არის კი ბატონო ეხლა აი ნახეთ მე თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებში ავიღოთ ეხლა ტრამპთან მიმართებაში ხო ტრამპმა ამხელა მანქანას დაეტაკა ხო კლიენტ ამ ლიბერალ LGBT ფაშისტურ ტერორისტული იდეოლოგიის მატარებელ მსოფლიო იმას დიდი რესურსების მქონე დიდი ასაბობ ტრილიონების რესურსების მქონე და მსოფლიოს აფინანსებდნენ კაცო ხო და მე ვფიქრობ ახლა ტრამპის განცხადება ეხლა 3-4 დღის უკან იყო 8 მაისიო გამარჯვების დღე არისო მე ვფიქრობ რომ ესეც კი შეაცურეს ტრამპს გაიგე და ამაშიც კი შეცდომა ხო მე ასე მგონია იმიტომ რომ ამაშიც შეცდომა დააშვებინეს ტრამპს გაიგე შეიძლება მეორე იყოს იქ რომ ახლა ასეთი დიდი დაჯახება დიდ რეფორმებს რომ ატარებს ხო შესაძლებელი არის მან თავისი ამომრჩევლებისათვის ალბათ ეს თემა ჯერ დატოვა ალბათ ასე შეიძლება მაგრამ ან ერთი ან მეორე არის ყოველ შემთხვევაში მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო რაღაც ის არის 9 მაისი გამარჯვების დღე ფაშისტთან გამარჯვების დღე ნაცისტთან გამარჯვების დღე საბჭოთა ხალხის ერთიანობის დღე მტკიცე დღე ქართველების ირგვლივ ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების ირგვლივ საბჭოთა ხალხის ერთიანობისა და ანტიჰიტლერული კოალიციის ესე იგი შემქმნელის დღე არის ეს არის შეთვით ბატონო შავლაკ ჩვენ დრო სამწუხაროდ ამოიწურა ძალიან საინტერესო საუბრები ქონდა და ძალიან საინტერესო ანალიზი გააკეთეთ თქვენ ახლა ამ ჩემ გადაცემაში ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენი სტუმარი იყო შავლაკ ლუსმანაშვილი ეროვნული ერთიანობის საბჭოს წევრი ძვირფასო ტელემაყურებლებო მე კიდევ წინასწარ მინდა მოგილოცოთ 9 მაისი არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე ამიტომ ჩვენ ამ დღეს ვიზეიმებთ ყოველთვის და იქნება ეს დღე ყოველთვის ჩვენთვის ისტორიული დღე და თქო მივიღოთ მონაწილეობა და პატივი მივაგოთ იმ ჩვენი ოჯახებიდან წარსულ იმ გმირებს რომელი გმირების ფაშისტს ეომებოდნენ ზოგი დაბრუნდა ზოგი ვერ დაბრუნდა ზოგი აქ გადაეცვალა სადღაც ახლა 90 კაცია გონი დარჩენილი მეტი კი აღარ არის 56 ხო კარგად ვადებოდე დიდი მადლობა რომ ვიყურებთ მადლობა და მეგილოცავთ 9 მაისს და მობრძანდით კინო საქართველოსა 9 მაისი აღნიშნოთ ჩვენი დიდი წინაპრების აღსანიშნავად კარგად ვზანდებოდეთ მადლობა მადლობთ თქვენ